დღეს მოვინახულებთ უძველეს რომაულ ქალაქ ჰერკულანუმს, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქალაქი განადგურდა: პომპეი, სტაბაი და ოპლონტისი. ქალაქი პომპეიზე უფრო პატარა იყო, მაგრამ უფრო მჭიდრად დასახლებული. ის 12 ჰექტარზე იყო გადაჭიმული და 5000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. $79 წლის 24 აგვისტოს დღის პირველ საათზე ვეზუვიმ ვულკანური ფერფლის და უზარმაზარი ქვების ამორტყურცნა დაიწყო და სულ მალე მთლიანი ტერიტორია ღრუბლით დაიფარა. როგორც სტატიციუსი მოგვითხრობს, ის იტალიურ ფიჭვის ხეს დაემგვანა. ვულკანი მიძინებული ეგონათ, რადგან ბოლო 800 წლის მანძილზე ის არააქტიური ყოფილა. ყველაზე ძლიერი დარტყმა პომპეიმ მიიღო. ჰერკულანუმში არსებული 5000 ადამიანიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა. $1991 წელს სანაპირო ზოლზე აღმოაჩინეს დაახლოებით 300 ადამიანის ჩონჩხი. მათი ნაწილი ნავებში იყო, ნაწილი კი უშუალო სანაპიროზე. ეს შედარებით მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. დარჩენილი ხალხი, ვისაც ნავზე ასვლის საშუალება არ ჰქონდა, შენობებში დაიღუპა. ჰერკულანუმის შენობების უმეტესი ნაწილი კულტურული დანიშნულების იყო. აქ ელიტარული სახლებიც იყო და თითოეული შენობა მორთული იყო ფერადი მოხატულობით, ფერადი მარმარილოს ფილებით და შეუდარებელი მოზაიკური იატაკებითა და ნახატებით. ქალაქის კლასიკური მოკეწყული ქუჩები ყოფდნენ მას უბნებად. შენობების კედლები ადგილზე დამზადებული აგურით შენდებოდა. შემდეგ მისი ზედაპირი მუშავდებოდა, ილესებოდა და ბოლოს მხატვრები ოსტატურად ასრულებდნენ სამუშაოებს. ჭერი ძირითადად ხის იყო. თუ არ ჩავთვლით სათავსოებს, სადაც ზამთარ-ზაფხულ პროდუქტი ინახებოდა. ჰერაკლუმის დარბაზები, სამლოცველოები, აბანოები ძალიან კარგად არის შენახული, სწორედ ვეზუვიდან წამოსული ფერფლის წყალობით. ეს კი ის ადგილია, ის შემზარავი ადგილი, სადაც იპოვეს ადამიანის ჩონჩხები. ჩონჩხები გადატანილი არის არქეოლოგიურ მუზეუმში და ჯერ კიდევ კვლევები უტარდება მათ. აქ კი მოთავსებულია ამ ჩონჩხების ასლები. ეს საოცარი ადგილი აუცილებლად მოინახულეთ. მარტივად მოხვდებით როგორც ნეაპოლიდან, ისევე პომპეიდან. ბილეთის ფასი 16 ევროა. პარკინგიც არის ადგილზე, სადაც საათობრივად შეგიძლიათ მანქანის გაჩერება. ყველაფერი რომ ზედმიწევნით დაათვალიეროთ, გათვალეთ, რომ სრული 1 დღე დაგჭირდებათ.